ისინი ვინც Deep State-ის არსებობას შეთქმულების თეორია დაცხადებდა და ცდილობდა ხალხს დაეჯერებინა, თითქოს რეალური საფრთხე არ არსებობდა. საბოლოო წერტილი დაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის სკანდალურმა განცხადებამ. ტულსი გაბარდიმ გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლებიც Deep State-ს და მის რეალურ მიზნებს ამხელს. ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საკითხის გამოსაძიებლად სპეციალური ჯგუფი შევქმენი. უნდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იყო, რადგან დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს Deep State-ის წინააღმდეგობა. ბოლოს გამოჩნდა ინფორმატორი, რომელმაც ამ ამბავში ზოგიერთი კრიტიკული დეტალი მოგვაწოდა. ჩვენ შევძელით ამ დოკუმენტების აღმოჩენა და იმ დოკუმენტების პოვნა, რაც ნამდვილად მიუთითებდა იმაზე, რომ პრეზიდენტმა ობამამ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელებს ჯეიმს კლეპერს და ჯონ ბრენანს 2017 წლის იანვრის დაზვერვის შეფასების შემუშავება დაავალა. ჩემ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მოიპოვა მრავალ ფუნდამენტური მტკიცებულება იმისა, რაც მოხდა. პრეზიდენტმა ობამამ ყალბი ინფორმაციის გამოყენებით შექმნად დასკვნა. მას სურდა ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა. დაზვერვის საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ამ ინფორმაციამ დღის სინათლე იხილოს. გამოქვეყნებული დოკუმენტებით მტკიცდება თუ რა მეთოდებს იყენებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. აღმოჩნდა, რომ Deep State არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას იწყებს. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ ცარიელი ფრაზებით ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, აკრავენ პრორუსის სიარლიხს. Deep State-ის მიერ გამოგონებული დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდები იდენტურია სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ასე მოხდა 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დემოკრატებსა და რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის გაცხარებული წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი და ობამას მთლიანი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მათ ტრამპს რუსეთთან კავშირში დასდეს ბრალი. რა თქმა უნდა, ფაქტების ან მტკიცებულებების გარეშე ტრამპს რუსეთის მარიონეტს და თოჯინას უწოდებდნენ. მიუხედავად მძლავრი ნეგატიური კამპანიისა ტრამპის წინააღმდეგ 2016 წელს დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ობამა და დემოკრატები Deep State-ის დავალებით არ გაჩერებულან. ობამას წარმომადგენლები კონკრეტულ მედიებს ცრუ ინფორმაციებს აწვდიდნენ. იმის შესახებ თითქოს ამერიკულ არჩევნებში ტრამპის გამარჯვება რუსეთის ჩარევით მოხდა. ამერიკული მედია კი ამ დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა. მტკიცედ მიმაჩნია, რომ ტრამპის გამარჯვება საჩუქარია ვლადიმერ პუტინისთვის, რადგან ისინი საერთო ნავში იმყოფებიან. პუტინმა ამოიღო ძველი კგბ-შნიკური სახელმძღვანელო იმისთვის, თუ როგორ მოახდინოს ტრამპზე манипуляციები. ტრამპის მუდმივი მლიქვნელობა პუტინისადმი და ის ხარისხი, თუ როგორაა მისი მრავალი პოლიტიკის მოდელირება და პუტინისადმი მიდგომები, უპრეცედენტოა ამერიკული პოლიტიკისთვის. რუსეთთან მოკავშირეობის ბრალდება მიუხედავად სამხილების არარსებობისა იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ტრამპის რუსულ კავშირებზე გამოძიება დაიწყო. თუმცა მაშინ გამოძიებამ ტრამპისა და რუსეთის კავშირების შესახებ ვერანაირი სამხილი ვერ იპოვა. მე არასდროს მიმუშავია რუსეთისთვის და ეს პასუხი ყველაზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ. ჩემი რუსეთზე არარსებული მუშაობა კი არა და სირცხვილია ასეთ კითხვას რომ მისვამთ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან დიდი ტყუილია. ტულსი გაბარდის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2016 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ხელოვნურად შექმნა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა სადაზვერვო ინფორმაცია, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის ჩარევის ნარატივი გაევრცელებინა. ტულსი გაბარდი Fox News-თან ინტერვიუში საუბრობს Deep State-ის დავალებით მოწყობილ შეთქმულებაზე, რითიც Deep State-ის წარმომადგენლებმა საფუძველი მრავალწლიან სახელმწიფო გადატრიალებას ჩაუყარეს. დემოკრატების მიზანი იყო პრეზიდენტ ტრამპის უზურპაცია და ამერიკელი ხალხის ნების შელახვა. ამ შეთქმულებაში ჩართული ყველა პირის საკითხი, რამდენად გავლენიანებიც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდა გამოიძიონ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მთლიანობა ამაზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველა დოკუმენტს იუსტიციის დეპარტამენტს ვუგზავნით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით.
2016 წელს აგორებული სკანდალი იყო დონალდ ტრამპის გასანეიტრალებლად დადგმული პოლიტიკური თავდასხმა. შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახური ობამასა და სხვა პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. ამ მიზნით კი შტატების იუსტიციის დეპარტამენტში მტკიცებულებები უკვე გადაიგზავნა და მალე შესაბამისი პირებიც დაიკითხებიან. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო CIA-ს და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ისინი ძალიან არაკეთილსინდისიერები არიან, საშინელად კორუმპირებულებიც. ალბათ მოუწევთ ამისთვის ფასის გადახდა. ჯერა რომ ისინი ნამდვილად ცუდი და უგზნეო ადამიანები არიან და რაც მოსახდენია მოხდება. Deep State-ის მთავარი ძალა მონოპოლიზირებული მედია, რითიც არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას ცდილობენ. მართულ მედიებში პოლიტიკური აქტორების შესახებ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, უარგუმენტოდ დებენ ბრალს, მაგალითად რუსეთთან კავშირში. ამაზე იმდენად ხშირად საუბრობენ და იმდენ აბსურდულ ამბავს იგონებენ, რომ ხალხი გარკვეულწილად მათ დაჯერებას იწყებს. სწორედ ასე მოიქცა Deep State-ი 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ტრამპის წინააღმდეგ გაუგონარი ბრალდებების კასკადს ავრცელებინებდა მონოპოლიზირებულ მედია საშუალებებს და პოლიტიკურ მოკავშირეებს. ეს Deep State-ისთვის აპრობირებული მეთოდია. იდენტურია არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელწერა ევროპაშიც. ამის არაერთი თვალსაჩინო მაგალითიც ვიხილეთ. საფრანგეთში, გერმანიაში, სლოვაკეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში, ავსტრიასა და ჰოლანდიაში. დეზინფორმაციული მანქანა აამუშავეს ყველა იმ პოლიტიკური ლიდერისა თუ პარტიის წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობაზე არიან ორიენტირებულნი და არა ომზე. სურთ სუვერენულ სახელმწიფოებში ცხოვრება, ზრუნავენ მოსახლეობის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. Deep State-ის მოკავშირეები გერმანიიდან პოლიტიკურ პარტია AfD-ს ლიდერს თავს ესხმიან მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიის ლიდერმა ალის ვაიდელმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უსარგებლობასა და ამით გერმანიის მოსახლეობის დაზარალებაზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი. ამის გამო ალის ვაიდელს მაშინვე რუსეთთან მოკავშირეობა დააბრალეს. გერმანელი ხალხის საჭიროებები და მათი კეთილდღეობა იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. პრორუსს უწოდებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს, არ ემორჩილება Deep State-ის სურვილებს. უნგრეთში არ ატარებს LGBT პროპაგანდას, იცავს ოჯახურ ღირებულებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს იყო შეთქმულება ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ანალოგიური დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. რობერტ ფიცო სლოვაკი ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის. Deep State-მა ის კრემლის აგენტად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ომის დასრულებაზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრობს. კონფლიქტის დიპლომატიის გზით გადაწყვეტის ინიციატივით გამოდის. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-18 პაკეტს არ შეუერთდა, რადგან აღნიშნული სანქციები სლოვაკეთში ეკონომიკური კრიზისის საფუძველი გახდებოდა და მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობას დააზარალებდა. პოლიტიკა jednავე სლოვაკეთი პატარა სკოლის მოსწავლე არ არის, რომელსაც დამოწღვრა სჭირდება სლოვაკეთის სუვერენული პოზიციები ამავებიდან არ გამომდინარეობს, არამედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული. 2017 წელი საფრანგეთი მარინ ლემპენის პარტია ეროვნული ფრონტი. არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსის მქონე პარტია და მისი ლიდერი მოულოდნელად რუსეთის მიერ მართულ პოლიტიკურ ფიგურად ცხადდება. რა თქმა უნდა, აქაც არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ან არგუმენტი არავის უჩვენებია, მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო. საფრანგეთში აგორებული სკანდალი იმდენად მასშტაბური გახდა, Deep State-ის მარიონეტებმა ლეპენის ბრალდებების დასადასტურებლად ვითომ და მტკიცებულება გამოაქვეყნეს. ეს იყო ჩეხურ-რუსულ ბანკში აღებული სესხი, რომელიც ისედაც გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით იყო მიღებული. Madame Le Pen, vous avez contracté un prêt. თქვენ დამოკიდებული ხართ რუსულ ძალაზე და პუტინზე. 2015-ში თქვენ სესხი აიღეთ რუსული ბანკიდან. სხვა ლიდერებს არ ესაუბრებით, მხოლოდ რუს სპონსორებს. ეს პრობლემაა, მადამ Le Pen. მე აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი ვარ, ეს თქვენ იცით. მე ვიცავ საფრანგეთს და მის ხალხს, რადგან ვარ პატრიოტი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. საბოლოოდ ვერც ფრანგულმა გამოძიებამ და ვერც Deep State-ის მართულმა მედია საშუალებებმა ლეპენის რუსეთთან კავშირების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს. მის გასანეიტრალებლად კი ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდება გამოიყენეს და ფრანგულმა სასამართლომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა
მონაწილეობა აუკრძალა. განსაკუთრებული ძალებით ჩაერთო Deep State რუმინულ არჩევნებში. გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსული ჩარევის საბაბით გააუქმეს და პირველ ტურში გამარჯვებული ოპოზიციური კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს მიღებული ხმები გააბათილეს. რა თქმა უნდა, აღნიშნულიც რუსული კავშირებით აიხსნა, თუმცა რუსული გავლენების ვერანაირი ფაქტი Deep State-მა აქაც ვერ წარმოადგინა. გამოძიება ჯორჯესკუს აბრალებდა, რომ მის პირად TikTok გვერდს რუსეთი აფინანსებდა, თუმცა საბოლოოდ დადგინდა, რომ ჯორჯესკუსთვის TikTok რეკლამას ერთ-ერთი რუმინული პარტია ყიდულობდა, რათა მისთვის რუსეთთან კავშირები დაებრალებინათ. საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კი გააუქმა რუსეთის ჩარევის ბრალდებით, თუმცა კალინ ჯორჯესკუს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მაინც რჩებოდა. ამიტომ Deep State-ის დავალებით რუმინეთის პროკურატურამ ჯორჯესკუს ექსტრემიზმის ხელშეწყობა დააბრალა და სასამართლო მას უკვე ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. საბოლოოდ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ რუმინეთში მისთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანა. კალინ ჯორჯესკუ მის პოზიციებს შეეწირა, რომლითაც ის უკრაინაში ომის დასრულების და მშვიდობის ინიციატივით გამოდიოდა. ასევე ეწინააღმდეგებოდა რუმინეთიდან უკრაინის შეიარაღებას, გაცხადებული ჰქონდა ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზანი. მათ მშვიდობა და თავისუფლება აშინებთ. მთელი ჩემი კამპანია მშვიდობის დამყარებაზეა ორიენტირებული და მე დამადანაშაულეს. თუ რატომ ვლაპარაკობ მშვიდობაზე, რადგან მათ ომი სჭირდებათ. ისინი დემოკრატიას ანადგურებენ, ადამიანების სიცოცხლეს ანადგურებენ. გასულ წელს Deep State-ის ჩარევით მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით აირჩიეს მაია სანდუ, რომელიც არჩევნების პირველ ტურში უკვე დამარცხებული იყო. როგორც კი მეორე ტური ჩაინიშნა, მაია სანდუმ მაშინვე ოპონენტის რუსულ კავშირებზე დაიწყო საუბარი. რუსეთი მისი ოპონენტის სასარგებლოდ 300,000 ხმის ყიდვაში დაადანაშაულა. მოლდოვამ როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა. კრიმინალური ჯგუფები თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას ათეულობით მილიონი ევროთი პროპაგანდით, ყველაზე სამარცხვინო საშუალებების გამოყენებით, რათა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ერი გაურკვევლობაში და არასტაბილურობაში ჩაფლონ. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300,000 ხმის ყიდვას აპირებდნენ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა, მათი მიზანი დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება იყო. რა თქმა უნდა, მოლდოვის პროკურატურამ გამოძიება მაშინვე დაიწყო. მოლდოვურ არჩევნებში რუსული კვალის აღმოსაჩენად, თუმცა მას შემდეგ რაც სანდუმ Deep State-ის მხარდაჭერით არჩევნების მეორე ტური ევროკავშირიდან მიღებული ხმებით მოიგო, რუსეთის ჩარევაზე გამოძიებაც შეწყდა. ისე რომ ვერანაირი სამხილი ვერ იპოვეს, ვერც ნაყიდი 300,000 ხმა იქნა აღმოჩენილი. სრულიად უარგუმენტოდ რუსეთთან კავშირში ბრალieდება ჰოლანდიის ყველაზე რეიტინგულ პარტიასაც. მას შემდეგ რაც ნიდერლანდებმა ამორჩეველმა არჩევანი მემარჯვენე პარტიის სასარგებლოდ გააკეთა და არა ევრობიუროკრატების მიერ მხარდაჭერილი პარტიების. აქაც იგივე სცენარი განვითარდა და პარტიის ლიდერის ჰერდ ვილდერსის წინააღმდეგ ნაცნობი დეზინფორმაციული კამპანია ამოქმედდა. იგივე ხდება ავსტრიაშიც, სადაც არჩევნებში გამარჯვებული ავსტრიის თავისუფალი პარტიის ლიდერის ჰერბერტ კიკლის წინააღმდეგ სიცრუის მანქანა დიდი ხნის წინ ამუშავდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჰერბერტ კიკლი ხმამაღლა საუბრობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაზე და უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის აუცილებლობაზე, რადგან აღნიშნული ავსტრიელი ხალხის კეთილდღეობის ნაცვლად ქვეყნის უკუსლას განაპირობებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავსტრიელი ხალხის კეთილდღეობაა. Deep State-ის ბრძოლის მეთოდები საქართველოსთვის არ ახალია. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა მრავალი წელია ზუსტად იგივეს ცდილობს ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობისთვის რუსული იარლიყის მიწებებას. ამ მიზნით Deep State-ის სიცრუის მანქანა 2011 წლიდან ამუშავდა. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ველზე პირველად გამოჩნდა. Deep State-ის აგენტები სააკაშვილის მეთაურობით ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ბიძინა ივანიშვილისთვის პრორუსის იარლიყის მიკერებას ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის განმავლობაში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იპოვეს ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირების შესახებ, Deep State-ის ქართული აგენტურა მაინც არცვლის პროპაგანდის ნარატივს და ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის კვლავ პრორუსულის იარლიყის მიკერებას ცდილობს, რაშიც პოლიტიკურ აგენტურას, NGO აგენტურა და მათი დასავლელი მოკავშირეები ეხმარებიან.